დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 3 მაისი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სოფელში, ულამაზეს ბუნებაშია. ეს არის სოფელი იკვლივ გორანა, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონში. საგარეჯოდან არის დაახლოებით 70 კილომეტრი. საკმაოდ მაღალზეა ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა. არაჩვეულებრივი ამინდია დღეს და დღეს მინდა გავჩვენოთ რა ხდება სოფელში, რა პირობებში ცხოვრობს ხალხი. არის თუ არა საერთოდ ოჯახი დარჩენილი ამ სოფელში. რა კომუნიკაციები შემოდის, როგორი გზა არის და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი მარშრუტი დავგეგმეთ ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნით და აქედან გამომდინარე შეძლებს დაგვარათ მომწერეთ კომენტარი, საინტერესო ადგილები თუ გაინტერესებთ რამე და ვეცდებით რომ ყველა ადგილზე მივიდე და მოდით ახლა დღეს ერთად მოვინახულოთ და ავთვალიეროთ ეს სოფელი. იმედია დღევანდელი ჩემი ვიდეო თქვენ მოგეწონება და ლაიქეთ, არხი გამოიწერეთ და აბა წავიდეთ ვნახოთ სოფელი იკვლივ გორანა. ეხლა მივდივართ ჩვენ სოფელ გორანაში და იკვლივ გორანაში. გადმოვხვიეთ სოფელი სასადილოდან, სასადილოს რო გამოცდები, მე არის ხელმარცხნივ გადმოსახვევი და აფსუს დათო სად არის ახლა ჭინჭარს დაკრებდა და გააკეთებდა ჭინჭრის ფხავს. ჯერჯერობით ნორმალური გზა მიდის სოფლამდე. გაზი არის, ბაბა, ეს გაზის ტრუბაა, ხო, ბაბა? დენიც მიდის, დენის ბოძებია. ვა, იალნოს მთა გამოჩნდა. იალნოს მთაზე ვართ ნამყოფები. ჩემ YouTube გვერდზე დევს ვიდეო და შეგიძლიათ იხელოთ. რა ლამაზი სახლია. იალნოს გორაზე ჯერ კიდე ხეებს პოტროლი არ გამოუტანია. ხო, იქ სიცივეა. სოფელი გორანა. რომელი? ეს გამოვიარეთ? ეს არის სოფელი გორანა. გამარჯობა პატივცემულო. ეს რა სოფელი არის? ეს არის გორანა. გორანა და იკვლივ გორანა პირდაპირ, ხო? ხო, სულ პირდაპირ. შორს არის? დაახლოებით 3 კილომეტრი. 3 კილომეტრი. ხალხიც ცხოვრობს, არის მოსახლეობა? ისე რა. 4 ოჯახი. მე იქიდანა ვარ. იქიდანა ხართ. ხო, ჩვენ გვინდა ხა გავიაროთ სოფელში, ვნახოთ რა ხდება, როგორ ხდება. დენი არის ხო სოფელში? კი, დენი არის, გაზის იმას ქნეს, უბრალოდ ეს არაფერია. ეს სოჭკები და ესენი არ არის. ბრიცხველები არაა დაყენებული, ხო? გაუვიდა, იგივე ხარისხიანად ეთყო ვერ გააკეთეს. გასაგებია. და ხელახლა იყვნენ შემოწმებაზე და უნდა გააკეთონ რა. ძალიან კარგი. ეს მე მგონი უნდა იყოს. ხო. კარგი იქნება ალბათ, რა ვიცი. გზა ასეთია სოფლამდე სულ, ეხლა კი ვნახავთ ჩვენ. ხო, ცუდი გზა არის, ხო? კარგი. ვისთან ვიდიხართ? არავისთან, ჩვენ ისა YouTube გვერდი მაქვს და ასე დავდივართ სოფლებში, ვათვალიერებთ რა ხდება, როგორ ხდება. ხო? კი, მაგარი. ეხლა მინდა ვიღაცა შემხვდეს სოფელში და სკოლა და ის რო არ არის, იმიტომ წამოვედი აი აქ თავაში. აქ არის ამ სოფელში, გორანაში სკოლა იქ არ არის, ხო? იკვლევ გორანაში. ბავშვისთვის ბაღი არ არის, არაფერი და აქ იმიტომ არც მაღაზია, რა უბრალოდ რაღაც რო დაგჭირდეს ჩათვალე. და ამ სოფელში არის მაღაზია გორანაში, არის? აქეთ არის. აქ ახლოვია ეს არამ ასფალტიანი გზა რო გადმოხვედით იქ. აჰა. ხო. იქ უნდა გასაგებია. მომარაგდე და დაისვენო სული. ხო. ეგ არის რა. დასასვენებლად ხო, კაია და. ერთი ეს მითხარი. აქედან იალნოს მთაზე ასასვლელი გზა თუ არის? კი, როგორ არის? როგორი გზა არის? აი ახლა ვერ ახვალთ, მაგრამ ისე ტალახში ვერავ. ტალახი. კაი, დიდი მადლობა. არა, პირდაპირ უნდა იაროთ და იქ აი ეს ბობიკები ხო იცით მანქანა? ხო. ერთი შავი ჯიპია კიდე და შეეხმიანეთ ის ჩვენი ნაცევები არის. ხო, მივალთ, სახში იქნებია? კი, როგორ არის? აბა მივალთ, ერთი გამოვკითხა. მადლობა. გორანა ფაქტიურად მიტოვებულია სოფელი. ხო, 4 ოჯახი ცხოვრობსო და მივიდეთ ერთი. ეს არის სკოლა, არც ბაღი, არც მაღაზია, არაფერი არ არის. გორანაში არის, სკოლაც არისო და ბაღიც არისო.
მაღაზიებიც არის, მაღაზია. იმიტომ რომ ახლოს არის რა, იქ ხა ცენტრალური გზიდან რომ გადმოვხვიეთ იქვეა რა, გორანა და ბავშვებიც არიან ამ სოფელში. ჩვენ მოდი კაცო. ჩვენ ასე ვისაც შევხვდებით ხოლმე სოფელში, ხო? სულ ყოველთვის მაინტერესებს, აი, ჩემი YouTube გვერდი მაქვს რა და სოფელს რა უჭირს, რა უხინს, ხალხი როგორ ცხოვრობს. გზები ხა ამოვიარეთ და კი ვხედავ როგორი გზაც არის, მაგრამ რასაც ხედავთ, უყურეთ ჩემო გარემო ყველაფერი ესა, აქ მეც ვერ ნახავ ვერაფერს უბრალოდ. აბსოლუტურად ყველაფერი გასაკეთებელია. გაზი აქ არ არის, წყალი აქ არ გვაქვს და გზა აქ არ გვაქვს და ასე შემდეგ. ეს კიდე ცოტა გამშრალია და ცოტა დაკეპნილი არის. მიგეთ? აბსოლუტურად არაფერი არა. და არხებსაც კი ხედავ როგორ მიდის წყალი, აი გადაიღე და ნახე. დენს ახალი გაკეთებულია. დენს ახალი გაკეთებულია. აი ესე წვალობს და ვარც, რა ვიცი, პატრონი ჩვენ არ აყავს არავინ. კაც სახლი დაეწოდა, სახანძრო მოვიდა 3 საათი, აქედან აქამდე ვერ მივიდა, რომ გზის გამო ეს ახალი დაყრილი ეზიდაც არ იყო საერთოდ. არხი აქ არ არის, კანალიზაცია აქ არ არის, აბსოლუტურად არაფერი არ არის. არც პატრონი არ ყავს კიდე. ერთი გამგებელი ყავს იმას, რასაც შეუძლია ეს აკეთებს, მაგრამ გამგებელი ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს, რაც ზემოდან უნდა გადაწყვეტოს. რა თქმა უნდა. ეს თიანეთის მუნიციპალიტეტია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. და ზედა სოფელშიც ეგეთ სიტუაცია იქნება იქ. სოფელშიც იგივე სიტუაცია არის. ცოტა მოსახლეობაა და იქაც იგივეა, არაფერი არ არის. უარესი გზებია იქ და იქ. თქვენ ახლა სულ ამ სოფელში ცხოვრობთ? კი. მე რას საქმიანობთ, რითი ირჩენთ თავს? აბსოლუტურად არაფერი არ არის. არანაირი სამსახური აქ არ არის. ზოგს საქონელი ყავს, ზოგი კარტოფილის თესავს და ასე შემდეგ, რომ ანუ მშიერი არ იყო, ესე ვთქვათ რა, ანუ რომ იარსებო რა. როგორც ასეთი რომ არსებობის შემდეგ რაღაც გააკეთო, ეგეთი რამ გამორიცხულია. იმიტომ რომ არ არის რა, არაფერი რა. ტყეში ცხოვრობ და მიიხედეთ, მთაში ხარ და ხე რომ მოჭირა იმის უფლება არ აქვს. მოჭირი ერთხელ და აგი კაცმა 5000 ლარი გადაიხადა და დააჯარიბა. რომ სახში შეშა მოეტანა ხმელი. ასე რომ აი ესეა რა. გასაგებია. აი ეს ბავშვის ბრაზოს არაფერი არ აქვს. აი ეს. ბაღში ვერ დადის? ბაღში ვერ დადის, თუ მანქანა არ აქვს. მანქანა კი ემსახურება ბაღს, მაგრამ ზამთარში ისეთი ტალახი და აქამდე ვერ ამოვა ფიზიკურად. ვერ ამოდის, უჭირს რა. და თუნდაც შენს გეშინია მშობელს, რომ შეიძლება მოცულდეს ის მანქანა და გადავარდეს, ხო? ისეთი ამოსასვლელია და ისეთი გზა არის და. აუ, ეს სხვა რა გიცათ, აბა რა. ესია რა. გასაგებია. გასაკეთებელია თავიდან ბოლომდე. ძირითადად ეხა ჩვენ რაც სოფლებში რაც დავდივართ, სულ ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემა. ყველაზე მთავარი პრობლემა არის გზა და დანარჩენი კომუნიკაციები. და თბილისია გინდა 40 წუთი რო აქ ამოხვიდე და აქ უნდა იყოს ყველანაირად აყვავებული. უესია. ბავშვებს ახლა ბევრი ბავშვები არიან პატარები. ბაღი ამათ არ აქვს, სტადიონი არ აქვს ელემენტარული. რომ ბავშვი გავიდეს სადღაცას ითამაშოს, ხო? არ არის და უბრალოდ. ყველას აქვს თავის ეზოში და სოფელი ახლა ნაკლები მოძრაობა და ისა პროს გარეთ უშვებს ბავშვს. ეს გაიხარეთ, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენც ასევე. მერთმაქნას ჩვენ ეხა ჩვენი მიზეზი და მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ეს ჩვენი ვიდეოები ნახოს იმ ადამიანებმა, ვისაც შეუძლია ამ პრობლემაზე რაღაცნაირად ზემოქმედება იქონიოს. ვიღაცა მოგვაქციოს ყურადღება. კი. მერთმაქნას. კარგით, მადლობა, კარგად იყავით. ეხა გამოვიარეთ სოფელი გორანა და მივდივართ იკვლივ გორანაში. ეხა ახალი ნაწვიმარია და ცოტა ტალახიანი გზა არის, მაგრამ შრალამინჩიც არ არის ეს ისეთი გზა, რომ აქ ნებისმიერი მანქანა მიაროს ყოველ დღე. ცოტა რთული ამბავია.
დენი აღარ მიდის? შეიძლება დაუთავრებე. მოძებზე მართული. ხო, არა, იმ კაცი რო შეხვდა იკლივ გვარანაში დენი არისო, მაგრამ აქე უკვე დენი არსად აღარა ჩანს, დენის კაბელები და ბოძები და სოფელში რომ მივალთ გავიგებთ. ცალი ხიდით ვერ ამოვედი. თან ტალახია, თან აღმართია. აქედან დასკვნა, ამ სოფელში სედანი ვერ ამოვა ცალხიდიანი. ალახში ვერ ამოვა, ისი ამოვა. ალახში ვერ ამოვა, ხო, ისეც თუ არ წამოსდო, სადმე ამოვა. ბუნება რა მაგარია. აგერ მოდის ერთი კაცი, საიდან მოდის? ამიტომ წავიდა. ალბათ სოფლიდან მოდიოდა, სხვა საიდან და მოდიოდეს. ხო, ეს არ ვიცი, რაღაც სახს გავს. დაუყრია რაღაცა და სახლია რა. ხო. ადგილი გაასწორა და სახლია რა, აშენებული. დენი არის კაცო აგერ. დენი არის. ბუნება არის აქ ძალიან კარგი არაჩვეულებრივი. გამწვანებული. შვენიერი. სად მოვედით ახლა ჩვენ ესო? ველეში. არა, ველეში ხო? გზა მიდის ხო მარცხნივ? არ იქნება სიცხე, იმიტომ რომ ისი არის ჩაპურული. არა, ბიჭო, რა სიცხეთო. ჯერ ხომ აღალზეც არის ეს სოფელი. მე როგორც მახსოვს, არის 1400 მეტრზე. საკმაოდ მაღალზეა და თან ტყე არის, სულ ტყეშია რა. ძალიან მაგარი ადგილია, ბიჭო. ერთადერთი გზა არ ვარ და თორე დენი ყოფილა, გაზიც ყოფილა, როგორც იმ კაცმა ხო თქვა, კაცო, გაზი არისო, მაგრამ ის არისო, განახლება უნდაო რა. რიცხველები არ არისო და მე გაზის თუ არ დავინახია და ისე. არც მე არ დავინახია. აგერ არის კიდე. ჩოჩიკები არის, მაგრამ გაზის ხო? გაზი მოყვანილი არ არის. ჯერ რიცხველები დააყენეს და მე გაზსაც შემოიყვანენ ალბათ. აროფკენები ასარი. აი ღობები გვაქვს და ბრაკეთზე ჩავხვალ და მიგზამილი. და იქ კარებია, დიდ კარები ვარ აქ. ეხლა მეგობრებო, ვიმყოფებით ჩვენ სოფელ იკლივ გორანაში და შეგვხვდა ეგ ადგილობრივი მოსახლე. და მაინტერესებს ეხლა მისი აზრი სოფელში რა უჭირთ, რა უხინთ, რითი ცხოვრობენ, რა საქმიანობენ. პატივცემულო, თქვენი სახელი? მე ზურა მქვია. ამა გითხარით ერთი სოფელში როგორ ცხოვრობთ, რა საქმიანობთ? რა გიჭირთ, რა გილხინთ? რა გვიჭირს? აი ნახაზო ყოფილი გვიჭირს. სახს. დენი და თავი დენი გამოიყვანეს. გაზიც მოიყვანეს, გაზი კი არა. სხვა გზაა ეს, შემება უნდა გზას წელი. გამთაში მანქანა ვერ ამოდის და მარტო მანქანა ვერ დადის. ესე იგი ძირითადი პრობლემა მაინც გზა არის რა, ხო? გზა არის ძალიან ცუდი. ახლა აი ამ ხელა მანქანით თქვენც ეგრე ნივა ყავთ. ნივით კი, ნივით შეიძლება ამოსვლა, მაგრამ აი სედანით ამ ადგილამდე ნამდვილად ამ სოფლამდე ძალიან გაჭირდება ამოსვლა რა. დენი ახალი გაკეთებულია? შარშან გააკეთეს. გაზიც არის? ხო. არა, ჩართული არ არის გაზი. გაანებეს თავის დაგი წუხაზე გააკეთეს, დასკრა წუღები, შლანგები. ანუ მილები არის, მაგრამ გაზი არ არის, ხო შემოყვანილი? გასაგებია.
თქვენ ესე იგი სოფლის მეურნეობა, ძროხები გყავთ, ქათმები გყავთ და მაგით სულ აქ ცხოვრობთ? სულ აქ ახართ, ხო? ისე სუფთა ჰაერზე კი ხართ, მშვენიერი ბუნება არის. ძალიან კარგი ადგილია, ერთადერთი პირობები არ არის რა, ისევე როგორც ძალიან ბევრ სოფელში რა. გამგებელს ფეხებზე კიდე ყურადღებას არ გვაქვს ეს არაფერი. რა ქვია თქვენ გამგებელს? გოჩა. გოჩა. ზაგვარია? მისრიაშვილი. გოჩა მისრიაშვილი. ხო, ცოტა ხელისეულება და ყურადღება უნდა რა, თორე არაჩვეულებრივი ადგილია ეს სოფელი. იკვლევ გორანა. იმედია რაღაცა, მაინც რაღაცას, აი ეხა, იმიტომაც დავდივართ ასე სოფლებში და ვიწერთ ვიდეოებს, რომ იქნება და ნახოს ხალხმა და რაღაცნაირად, ხო, გულთან ახლოს მიიტანოს, ხო, ამ ხალხის. ისედაც ეხა სოფლებში 1-2 ოჯახი თუ არა და ამხელა სოფელია და 2-3 ოჯახია სულ დარჩენილი, იმის გამო რომ არ არის გზები არა და არანაირი კომუნიკაცია ამ სოფელში არ არის რა. ხალხი გარბის აქედან ქალაქში გარბის. ხო. გამგებელი წყნავს ის რა. უნდა წაავლო ყურებში ხელი წაიყონო საგარეჯოში, ან გააკეთებს საქმეს. არა, რაც სიმართლეს ლაპარაკობ. ხო, ეგრეა, ძალით თუ გააკეთებინებ რამეს რა, თორე თავისინებით ცოტა უჭირთა რა გაკეთება. მთელი ხალხი მაგას ემდურება რა. მთელი სოფელი. აბა ერთი ქალბატონის აზრიც მოვისმინოთ. თქვენც გითხარით ქალბატონო, აბა ერთი რას ფიქრობთ? აი, სულაც უნდა დამიღებშულო, გეხოცები. არ გინდათ? კარგი, არა პრობლემა. ეს არის ერთ-ერთი სახლი სოფელში. სოფელი მთლიანად ავიარეთ ბოლომდე. ერთი მოსახლე შეგვხვდა სოფლის ბოლოში და ესეთი სახლი ძველი. დღესდღეობით ამ სახლში არავინ აღარ არის. ჩავივლით ახლა ქვევით და ვნახავთ რა ხდება ქვევითაც ფესო წავიდით აბა აი ეს ერთ-ერთი სახლი აწმიტოვებული არავინ აღარ ცხოვრობს ამ სახლში აჰა კიდევ ერთი აგერ იქით ხევის იქითაც ჩანს სახლი. მიტოვებული ნაკვეთებია სულ ჯერჯერობით რაც ჩამოვიარეთ. აი ქვევითაც მიდის გზა, ალბათ სოფელში, ჩადის ხევში. პატარა ხევია. ჩავიდეთ. ამ გზას ჩაუყვეთ, ქვევითაც ჩადის გზა, სად მიდის. ნახოთ. ეს არის სოფელში გაზის მილი შემოყვანილი და როგორც ადგილობრივმა მოსახლემ გითხრა ეს გაზი როგორც კი გაიყვანეს და პირველივე ხო კაგეთ გიობია თორე არ ჩავარდე ხო ბიჭო სადნა ჩავარდე რა არა კაც რომ ჩავარდე და ეს გაზი როგორც კი გამოიყვანეს და გაუშვეს პირველივე გაშვებაზე გაზმა გაატარა აქ მილებში და იმის მერე გაზი აღარ ჩაურთიათ და არის ეგერ გამზადებულია, მაგრამ სოფელს გაზი არა აქვს ფაქტიურად. ასეთი გზა არის იკვლევ გორანაში. ერთი მონაკვეთი ასეთი არის, წყლისგან არის დაფუჭებული გზა და მოიცა ისა, უკან დავდგები რა, თორე ამ წყალში ვერ გადმოვალ. ცოტა წინ მიიწიბესო. მიდი. კარგი, მოიცა? ადი. ხო და ერთ-ერთ გზაზე გადმოუხვიეთ ჩვენ სოფელში და გვაინტერესებს ახლა ეს გზა სადამდე მიდის.
მაგარი აღმართია აქ. თანსველია მიწა და Aquí es canela. Escucha. აქ არ ვიცი ახლა გავივლით. აბა შედინენ ნელა. მიდი ხრეშია დაბლა გახვალ. გაუბერე. ამოვედით ესე იგი ჩვენ მეგობრებო სოფელი იკვლი გორა სოფელი იკვლი გორიდან არის ზევით მთაზე ამოსასვლელი და პატარა ეკლესია არის ღვთისმშობლის სახელობის ეგერ ჩემს უკან ხედავთ და ეს ამ ეკლესიაში შევოთ ახლა სანთელს დავანთებთ და მე გავაგზავნებთ გზა სოფელში ჩავალთ ისევ აი ადგილია თქო, მაგრამ ამოსვლა ძნელი. ადგილი კარგია კი. პატარა სალოცავი. ღვთისმშობლის სახელობის სანთელს დავანთებთ ახლა. და ეკლესიასთან ასეთი გზელი მაგიდა არის გაკეთებული. მაგრამ სველამენტში აქ ამოსვლა ცოტა რთულია. ძალიან დიდი აღმართია. და წყლისგან და წვიმისგან არის გაფუჭებული გზა, ჩახრამულია და აქ ალბათ აქ არ ამოვალთ. გავაგზავნებთ გზას. ისევ იკვლევ გორანაში ვართ. რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს მაინც ამ სოფელში. მეხედავთ იმისა, რომ ძალიან რთული ამოსასვლელი, ძალიან არა, მაგრამ ცუდი გზა არის. ყველა მანქანისთვის ამოსასვლელი ცუდი გზა არის, მაგრამ ჯიპი ვისაც აყავს, ამოსვლა არ არის რთული. ხო და აქამდე ამოვიდით ახლა ჩვენ და მაინტერესებს აქ არის კიდევ ერთი ეკლესია არის ზევით ასასვლელი და როგორ უნდა ავიდეთ იმ ეკლესიამდე მაინტერესებს გზა და ეგერ გამოვიდა ადგილობრივი მაცხოვრებელი და მინდა რომ ვკითხო ჩვენ ახლა ვიყავით სოფლის ბოლოში, სულ ბოლოში მოსახლე რო არის. ხო, აი მანდ ვიყავით და ნუ იმ კაცმა იმდენი რაღაცები ხო, ნუ ძალიან ისეთი სიტუაცია, გზა, პირველ რიგში გზა რო იყოს. რა, სულ გზას აკეთებენ, მაგრამ ვერ არაშველა არაფერი. აი თქვენ ხო ნახეთ, სწალახი და რამე. ვერ ამოვდივარ, ზამთარში სულ ვერ ამოვდივართ კინოც. თოვლი არის ვაფშე და მანქანა ბუქსაობს ვერ ამოდის. აქედან აი რამდენი კილომეტრია, სადღაც 3-4 კილომეტრია თუ რაღაცა და სულ ფეხით ჩავდივართ, ფეხით ამოვდივართ. აი დაბლამდე. იორი რო წყალი რომ. ხო, ახალი ხიდი რო გააკეთეს. ხო, ახალი ხიდი რო გააკეთებული. იქამდე სულ ფეხით ჩავდივართ, რა იქ მოდის მარშრუტკა. არა, აქ ვერ ამო. იქ მოდის ესე იგი სიონიდან, სიონის მარშრუტკა არის ვაფშე და ხალხი მიდის იქის ხიდი როა. იქ მივდივართ ხოლმე და თუ წავსვლა გვინდა ქალაქში, იქ ჩავდივართ და იქ ველოდებით ვაფშე. ნუ ამ მარშრუტი ჩავზევით, ალბათ იქიდან გამოხვევით საღამოთი, იქიდან ფეხით მოვდივართ აქ. თუ რამე გვაქვს აი ესე წამოსული ზაფხულში კიდე მაინც როცა გზა არის, გაშრება და რაღაცა რა, აი ეს გზა რო გაშრება. ესე იგი, მაშინ კიდე შეგვიძლია რომ რაღაცა მანქანით რამე იქიდან რომ ვეში წამოიღოთ რამე ან პროდუქტი რაღაცა რა ვიცი
დაუდევთ ამოიტანთ. ზამთარში შეუძლებელი იქნება გამოსვლა. ძალიან კაცი. მით უმეტეს ზამთარში ვაფშე ხო აღარ გინდა ლაპარაკი რა ზამთარში. პირდებიან რამე ეს? ვინაკა არა კაციშვილი არა აი კაციშვილი არავინ არ მოსულა და არ უთქვი აბა რასაკეთებთ. ვინა ხართ სადაურები ხარ რასა აი რა მდგომარეობას ხართ არა ვითარ შემთხვევაში არც რაიონი არის ვაფშე აი ეს საკარჯოს რაიონი ხო და იქიდან ვინა კაციშვილი არასდროს არა კაცი დავბერდი ვაფშე და არ მახსოვს ვაფშე რომ დენი რო არის კიდე კაია მაგრამ მარტო დენი ხო არ არის არა დენი ეს დენის შვილი ეხლა გააკეთეს აი ახალი გაკეთებულია ახალი გაკეთებულია ახალი გაკეთებული ხო და ისე დღეში ვიყავით რომ კვირაობითა და რა ვიცი ორი კვირა და დენი არ იყო და ეს სწორბები რო იდგავოს ხო აი რა თბილისში ვცხოვრობ იქ ვიყავით მაგრამ რო დავბე ეხლა იქ რა მინდა რა გავაკეთე აქ ხო ქათმები ყავთ ხო ძროხები ალბათ სოფლის მეურნეობას მისდევთ ორი ძროხა მყავ მაგრამ ვეღარული ისინიც უნდა გავყიდო მოიცი ვერული ვაფშე რა არა ქათმები კი ქათმები ადვილი მოსავლელია ერთი სამი ხბო მყავს კიდე ვაფშე და ეგ არის აი ის იმ კაცმა გითხრა რომ გაზი არისო შემოყვანილიო მაგრამ რაღაცა მერე პრობლემები იყო ხო გაზთან დაკავშირებით გაზი კი არის ხო აი ხო ნახავთ ვაფშე ისე ქვევით ნახეთ კი ის გაზის მილები ვნახეთ ხო სტოლბები გაზის ვნახეთ გაზი რატო არ არის აბა აი იქ რომ ნახეთ გაზი ყვითელი ტრუბა ეხლა წერა მილებია ჩაყრილი რა მე გაკეთებულია მაგრამ რა არის პრობლემა არავინ არ ფსერდუნება რა შეასაქმე რატო არ გააკეთეს აბა რატო არ გააკეთეს არავინ პატრონი აღარ ჩანს ბოლომდე არ მიიყვანეს რა ალბათ არ არის ბოლომდე მიყვანილი რა ალბათ ხო დავაიმედოს მაინც რამდენი არჩევნები იყო მაგრამ რა თქმა უნდა გააკეთეს 4 წელიწადში იქნება კიდე არა კაცო სიტყვილი აქ რა ვიცი ვის ისეთი ადამიანი ვინ გამოჩინება რომ გული შეესტკიდეს აი ამ სოფელზე და ხალხზე და რა ვიცი მაგას ძალიან ძნელია ვაფშე საქართველოს მithumet მithumetეს აქ აი სუცარელი სახლებით გავს აი გზები აქეთ არ ვიცი იყავით თუ აქეთ იქით ხარეს იქით ხარესაც ვიყავით ჩასულები კი ხო ნახეთ გაზის ტრუბები ეხა ზევით ეკლესია რო არის იმ ეკლესიაში ვიყავით ასულები და იქიდან ჩამოვედით ქვევით ხო და აი ეს რამდენი სახლებია იქ სუმიტოვებულია ეს კედლები ჩამოშლილი რამდენი თვისი იმიტომ რომ ყურადღებას რო არავინ არ აქცევს ცხოვრება გაჭირდა ძნელია მithumetes ეხლა ადრე უფრო გაჭირვება იყო ვაფშე ეხლა ისე მაინც არ არის აი მithom რაღაცა დააყარეს ხოშა მithom გზა გააკეთეს მაგრამ ვერ ეს თოვლი მოდის ზამთარში აქ ვერა მოდის ეს მანქანა ბუქსავს ამ ტალახში ბუქსავს აი პადიუმები და ისენი რო არის ხო ნახეთ კი ძალიან ცუდი გზები ძალიან გაჭირვება არის და ვერა მოდის მანქანა ყველა მანქანა ხო ორხიდიანი და სამხიდიანი ყველა ჯიპი ხო ვერ ეყოლება და მინდა ხოლმე თოვლისგან გზას არც მინდა არავით არის შემთხვევაში ჩვენ თვითონ თუ რაღაცა ესე გადავწმენდოთ გადმოვწმენდოთ ვერ გავდივართ ან რაღაცა და ეგ არის ხო კარგით ბატონო აბა ღმერთმა ქნას რაღაცა იქნებდა რაღაცა გვეშველოს მადლობა თქვენ თქვენი ბიჭი იყო რა შეგვდანეტა კიდევ ერთი სახლი სავარაუდოდ აქ ცხოვრობს გამარჯობათ შეიძლება ერთი წუთით რო გადავიღო შეიძლება? რას ვიღებთ და ჩვენი YouTube გვერდი გვაქვს პატივცემულო დავდივართ ვიღებთ ასე სოფლებს სოფელში რა გაჭირვება ხალხს რა უჭირს რა ულხინს რა პირობებში ცხოვრობენ ზურამ ქვია ერთი თუ შეიძლება თუ გაქვთ მაგაზე ინფორმაცია ეხლა ჩვენ ქვევით რო ჩავედით ეკლესიაში ვიყავით და იქ დავინახე გაზის მილები არის გაყვანილი მაგრამ მე როგორც ვითხეს გაზი არ არისო სოფელში გაზი არის მილები არის მაგრამ გაზი არ არის რა თავარია ის არ არის რას თავარია ის აი ესეთ გაზებისთვის იმას ხო გაამზადეს ეგ როდის გააკეთეს ეხლა ხო შანწიდან დენიც
და არა დენი გავარჯობთ დენის პრობლემა აქ არა ყოფილა რა ვიცი იყო და იყო დენი ეგ არ არის პრობლემა ეს გაზი რავი იდგა მაგრამ არაფერი არ არის რას ამბობენ რა იქნება უნდა როდის იქნება რა ღმერთმა იცის რა მაინც ესე იგი დაგაიმედეს ხო რომ იქნება არა ეხლა იმედი არის რომ გაყვანილობა არის რაც თავარია და ეგ არის დანარჩენი რა ვიცი დანარჩენია თქვენ თვითონაც ახედავთ რა გზა არის და როგორი არის და რა ხალხს მისულა უჭირის ყველას არ აყავს ეს ორხიდიანი მანქანა მივიდეს მოვიდეს ეხლა ეტალახში რამ პატარა მანქანა მოვა ვერ ამოვა ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ ავდეს ჯიპი ყავდეს კაი ცხოვრება კარგია ეხლა ვინ გვასწავლის მაგრამ არ არის ეგრე მოწყობილი რა შეძლებს და გვარად ვახერხებთ რა მაინც რა ხო ზევით ახლა რამოდენიმე ძველი სახლი არავინ არ ცხოვრობს ქალაქში აი ეს ზაფხულობით თუ მოვლენ რაღაცა ეგ არის თორე დანარჩენი აი ეს უფრო ეს უგზოობა რა მეტი არაფერი იმდენად კი ყველა პრობლემა ყველგან არის და ყოველთვის არის მაგრამ გზა რო იყოს იმ დანარჩენ პრობლემაზე ასე თუ ისე კაცი თვალებს ხუჭავს რა მოგვარებადია კი გასაგებია მაგრამ სულ ყველას რავი ვაგე თიანეთის რაიონია კაც ვაგე გზები კეთდება ყველაფერი კეთდება რავი ამ საგარეჯომ ვერ დააყენა საშველი რომ რაღაცა გამგებელი ვინ არის აი გოჩა არის მისრიაშვილი რაღაცა ეხა გამგებელზეც რავი ახლა მაღაზიაც ხო არის ყველაფერი თუ არის აქტიურა გამგებელმა ისე თავისით არავინ არ έψავდა იქიდან თუ რაიონიდან არაფერი არ იყო ამან რა გაქნას ახლა კარგი ვეჩხუბოთ რაც უნდა იქანი რა ქნას ამ კაცმაც ვერაფერს ვერ იცავს რა რა უნდა ქნას ვერაფერი თვითონ ცენტრალურმა მთავრობამ ცოტა უნდა რაღაცა გააკეთოს რაიონი ხო არის საგარეჯოს რაიონს ვეკუთვნით ვაგე თიანეთის რაიონია ძმო ვაგე კეთდება გზებია რავი სანიაღვრეები კეთდება ყველაფერი კეთდება აქ არაფერი მოვიდნენ ახლა ხევზე ხო გადმოხვით ეს კუსკი რო ჩამოდის აი მოვიდოდნენ გადაუღებდნენ სურათს წავიდნენ სურათის გადაღება უნდა იმას ნუ გაკეთება უნდა იმას სურათი და იმას სურათის გადაღება ეგ არის მეტი ხო არა არ აინტერესებთ არ უნდათ რატო არ უნდათ რა დღევანდელ დღეს რო გზა არ გექნება და 21 საუკუნეა და გზაზე რო ილაპარაკებს ადამიანი ხო რა ვიცი დანარჩენია ხა შიდა სოფლებში კი არის ყველაფერი პრობლემა არის მაგრამ ეს გზა უბედურება ადამიანს საკუთარ სახლში მოსვლა უნდადეს და ვერ მოდის იმის გამო რომ გზა არ არის ზეგანაცავ თუ არ აყავს ყველას ის ორხიდიანი მანქანა მივიდეს სახლამდე მოვიდეს რაღაცა ეგერ კიდევ ერთი სახლი ნუ აქ სავარაუდოდ ქათმები ყავთ ცხოვრობს ვიღაცა ვაგზელებთ ახლა ჩვენ გზას შორს არის ერთი სახლი ძველი აშენებული მიტოვებული და აქეთ უკვე ახალი სახლებიც არის ოჯახმა იქეთა რაღაცა აქ ცხოვრობენ ისევ სოფელ იკვლიო გორანაში ვართ მეგობრებო ამოვედით სოფლიდან არის დაახლოებით 500 მეტრი ზევით მთაზე ამოსასვლელი და უძველესი ეკლესია არის თუ არ ვწდები ეს უნდა იყოს ლომისობის სახელობის ეკლესია და მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს უძველესი ადგილი აქედან არაჩვეულებრივი ხედები იშლება ზევით ხედავთ ეგერ ჩემს უკან სოფილიც არაჩვეულებრივ ადგილზე არის ცენტრალურ გზასთან ახლოს არის ცოტა გზა არ ვარგა მაგრამ ეკლესიასთან არის ასეთი ფაცხები რომელსაც უკვე ჭერი გაფუჭებული აქვს ქარისგან და ამიდისგან და ნახეთ როგორი ძველი ეკლესია ზეთხეებია უკვე ამოსული რამხელა ხეებიდან რა საინტერესო რომელ საუკუნეში არის აშენებული
სარკის წმინდა გიორგის სახელობის იქნება სავარაუდოდ. მე Google Maps-ში ვნახე აქ ორი ეკლესია სოფელთან, ერთი არის ღვთისმშობლის, რომელშიც ვიყავით უკვე ასულები და მეორე ლომისობის და ეს არ ვიცი, ალბათ ეს არის ლომისობის. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამხელა ხეებია ამოსული.